ჩვენ გლავტელეპილუსის ეთერში ვართ. ჩვენ როგორც ყოველთვის განვიხილავთ იმ პრობლემატურ საკითხებს, რომელიც პრობლემატური საკითხები დღეს აქტუალურია ჩვენ ქვეყანაში და მთელი ეს რიგი პრობლემები დგას ჩვენი მოსახლეობის წინაშე. პრინციპში რა ხდება? ხდება ის, რომ ქვეყანა დღემდე არის ესე რაღაც გაუკვირველ როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ მდგომარეობაში. ამდენი წელიწადია უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფო არსებობს და არადა არ მოხერხდა, რომ ქვეყანა შექმნას დამოუკიდებელი როგორც პოლიტიკა, ისე ეკონომიკა. და ამის საფუძველზე მოსახლეობა ცოტა შვილვა მიეცეს და რაღაც იგრძნო თავის ყოფილ მოქალაქეებად, მაგრამ დღემდე ახერხება ეს კარგად ვიცით რატომ ახერხება დღემდე, იმიტომ ახერხება, რომ არსებობს ქვეყანაში ძალები დაფინანსებული აგენტურული ძალები, რომლებიც ხელს უშლიან ის განვითარებას. ამასთან დაკავშირებითაც ხელისუფლებამ რაღაც გარკვეული ნაბიჯები გადადგა და დაიწყო ბრძოლა, მაგრამ ბოლომდე ვერ მოახერხა და ვერ მოხდა ამ აგენტურული ძალების ლოკალიზება და არის გზებს გამოძებნიან, რომელიც გზების საფუძველზე ისინი ღებულობენ დაფინანსებას და შესაბამისად უკვე როცა დაფინანსება გააჩნია აგენტურულ დაჯგუფებებს, ხელგაშლილი მოქმედებენ ისინი. კანონიც მიიღეს აგენტურასთან დაკავშირებით და ამ კანონმაც ბოლომდე ვერ იმუშავა და ვერ დადო ის შედეგი, რა შედეგიც უნდა გააკეთებინათ. ხო, საბოტაჟები და დივერსიები არ გვაგია ამ ქვეყანაში. წლებია უკვე ეს ქვეყანა და საქართველოს და საქართველოს მოსახლეობა ცხოვრობს საბოტაჟების და დივერსიების ქვეშ. ფაქტიურად მოსახლეობას უკვე თითქმის დიდი სერიოზული პრობლემები აქვს ეკონომიკური კუთხით. აღარ აინტერესებს ხალხს, რომ აი პოლიტიკურად გაიგდება ხო. არის სერიოზული ეკონომიკური კრიზისი. ამ ფასების ზრდამ საერთოდ შეჭამა ეს ქვეყანა რა და შეჭამა ხალხი. ბოლო გროშიც კი ამოაცალეს ჟიბიდან საქართველოს მოსახლეობას და აღარ იციან უკვე როგორ და რაფერ გადაანაწილონ ეს გარკვეული რაღაც პატარა მცირეოდე თანხები და აი იგონ რა ესე იგი სულსათი იგონ რომ თავი შეინახონ და ოჯახი შეინახონ და შვილები შეინახონ. მაგრამ ამასთან დაკავშირებით ეს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები და დაიწყო ბრძოლა და პირდაპირ დაუპირისპირდა იმ შემომტან კომპანიებს, რომელიც შემომტან კომპანიებიც ხელოვნურად ზრდიდნენ ფასებს და პირდაპირ მოსახლეობას ძარცვავდნენ და არადებდნენ მოსახლეობას იმ საშუალებას, რომ სრულყოფილად შეეძინათ პროდუქტები და ეს თანხა მცირე თანხასაც ისინი გამოიმუშავებენ, ეს თანხები როგორია გადაენძლებათ კვების პროდუქტებისთვის. ხელისუფლებამ კი ბატონო, ეს უკვე მივესალმები ჩვენ ამას და აუცილებელიც არის, რომ თუ კი მართლა რეალურად ამ ფასებზე დაიწყება ამ ფასების წინააღმდეგ დაიწყება ბრძოლა და ისინი დაწერენ ფასებს და ეს უკვე დაეთყობა გლეხის კალათას, ეს კარგი არის და ამაზე უკეთესი არაფერი არ არის, რადგან ხალხს დღეს შეა. ხალხს დღეს შეა და ხალხს ჭირდება დღეს ცოტა ეკონომიკური წინსვლა. მაგრამ სასწაულია და საოცრება ეს არის. ჩვენ ხო ვიცით ეს ოპოზიცია და ეს ნაცსექტანტები და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და ეს გარკვეული სხვა დანარჩენი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირდაპირ ებრძვიან საქართველოს და ებრძვიან ხელისუფლებას დასახმარებლად და აი მოსახლეობას არა უნდა ჩვენ გავიგებთ. გამოდიან და ერთთან ბავშვი არიან ამ ფასების რომ ვიტყვი რეგულაციასთან დაკავშირებით, რომ ეს არ შეიძლება და ხელისუფლებამ არაერთი შემთხვევაში ეს ნაბიჯები არ უნდა გადადგას. ჩვენ ასევე ვისაუბრებთ კიდევ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, ეს თემა არის ძალიან თხილი თემა და ალბათ საქართველოს კიდევ ახალ სკანდალებში ეხება და ჩვენ ამ საკითხსაც შევეხებით. ჩვენ დღევანდელი სტუმრები არიან ბატონი რამაზ ღვალაძე, პოლიტპატიმარი და ბატონი ზაზა გემრაძე, პოლიტპატიმარი. ეს ადამიანები დიდი ხანია ჩამოვიდა არიან ეროვნულ ბრძოლებში და კარგად ესმის, კარგად იციან, კარგად აქვს გაფიცნობიერებული ყველა ეს პრობლემატური საკითხები, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს და ასევე კარგად იციან, საიდან მომდინარეობს ეს საფრთხეების და პრობლემური საკითხები. მოდი დავიწყებთ მე ბატონი რამაზი და ბატონ რამაზ, ბატონი ზაზა მოგესალმებით. მოგესალმებით მაყურებელს. ბატონ რამაზ, დავიწყოთ აი ამ აჟიოტაჟთან დაკავშირებით, რასაც დღეს ოპოზიცია გუშინავს დღესაც. ეხლა დღეს კიდევ ფორმულაზე ვიღაცა ექსპერტები დასვეს კიდევ და ესე იგი ისინი ისეთ სასწაულ რაღაცას ამბობენ, რომ
თურმე თუ ესე იგი ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები და დაწია სურსათის ფასები და საწვავის ფასები, ქვეყანა თურმე ეკონომიკური კრიზისისკენ წავა და არ განვითარდება ეკონომიკურად. ვერ გავიგე რა შეასაკვა და რატომ ასე აეწევათ ერთი ადგილი მათ აი ფასების კლებასთან დაკავშირებით. რატო აეწევათ? ძალიან მარტივია რა. ჩვენ გვახსოვს ქართული ოცნება რომ მოდიოდა ხელისუფლებაში, გვითხრა რომ ჩვენ რომ მოვალთო ყველაფერს გავაიაფებთ. ანუ საწვავს გავაიაფებთ, ლარი მიდის ვიღაცის ჯიბეშიო. იქ კომუნალურებს გავაიაფებთ, მაგრამ როგორც კი მოვიდნენ ხელისუფლებაში, ნელა და დღეს უკვე გაასმაგებულია რა ფასები ყველაფერზე. ანუ ის ხალხი ვინც იჯდა რაღაცას წილებში, იმ ბენზინის წილში, ავტობუსის წილში თუ იმ პულის წილში და იმ ხორბლის და იმ რაღაც ამ პროდუქტების წილში, რაც ნაცების დროს დღესაც იგივე აბსოლუტურად არაფერი არ შეცვლილა. ზუსტად იგივე ხალხი ზის, ოღონდ გადაიცვეს ახლა და ლურჯი ფორმები აცვიათ და ეხლა უკვე დაემატა კიდე იმ ნაცების წილს კიდე აქ ქართული ოცნების წილს. ეხლა ჩვენ როგორ უნდა მოვაგვაროთ? ეს არ ხდება ესე, რომ უცებ დღეს მოინდომა იმან, რა ქვია, კობახიძემ და აბა ეხლა შევარდეთ და აბა დავაკლოთ, აბა ფასები. დავაკლოთ კი არა, ეს უნდა მიადგე კომპლექსურად. მარტო ფასები კი არა რომ დააკლო ნავთობს და იმ პურპროდუქტებს. იმან ისეთი განაგლდა ის პურპროდუქტების ის რო იყო, რომ ის შეიტანა კანონ პროექტი, მე მახსოვს წინა პარლამენტშიც იყო, ეგ სულ არის პარლამენტში. წინა პარლამენტშიც იყო და ისე შეიტანა ესა რა ქვია კანონ პროექტი, რომ ხორბალი და ესა რა ქვია ფქვილი უნდა შემოეტანა გემით, თორე ისე სხვანაირად არ შეიძლებოდა მანქანებით რო ეზიდებოდნენ. ხო მახსოვს ეს პერიოდი. ხო გახსოვს და ხალხი მე ეს თონები და ისინი აჯახდნენ პატარ-პატარა ქარხნები, თორე სულ ყველაფერს ესე იგი ჩვენ არ გვაქვს ანტიმონოპოლიური სამსახური. კანონმდებლობა უნდა შეცვალონ და ესე კი არა რომ დაიბარებ ვიღაცებს და ეტყვი რომ ბიჭო ეხლა შენ იცი რა დააკლებ 5 თეთს და 10 თეთს. 5 თეთს და 10 თეთს კი არა. ჯერ ეს გადამზიდავებს უნდა მიხედო, ხო? მე ეს შემომტანებს სულ ერთი და იგივე ხალხია. ვინმე შეიცვალა? მე რა ვიცი, მე ვერ ხედავ, ვერავის შეცვლილს. აი ხა მე რომ მოვინდომო და ყავს ახლობელი იმაში, კრასნოდარში, სიტყვაზე ვიძახი რა და კრასნოდარში არის ისა ხორბლის ისა, რა ქვია, ზღვა. მოვიდა ძალიან დიდი ისა. მოსავალი და ამ პულს გავაიაფებ იმდენ შემოვიდა რომ პულს გავხდი 50. ვინმე შემომატანებს. აი სულ იცი როგორ პოსლეზე გამომატანა, სიტყვაზე ვიძახი რა, აი კრასნოდარს ვიღაცა რა. ხო, დავლაგდი იმასთან და წამოვი. ან იქ თურქმენეთშია სადღაცას რა და დავლაგდი და გამომატანეს რა. აქ შემომატანინებს ვინმე. ეს იცით როგორი თემა არის? სახელმწიფოს თვითონ უნდა უნდოდეს ამის გაკეთება და ესე რომ დაიბარო და ვიღაცა სიმონა და იქ ვიღაცა პეტრეს დაელაპარაკო რომ ბიჭო 50 თეთრი დააკლე, ეგრე არ ხდება. საკანონმდებლო ბაზა უნდა შეცვალო, მიიღო ანტიმონოპოლიური კანონი და უნდა მიხედო კომპლექსურად ამ საკითხს, ხო? მე ესე ვფიქრობ, თორე აბა იმაში რა ქვია, აფთიაქები უკვე ისე არიან განაგლებული, აი მე იცი ბავშვები ისე გავზარდნენ, რომ დააცემინებდნენ გული მისკდებოდა. შემოსავალიც არ მქონდა, ჩვენ კარგად იცი რაც გვიქნეს რა, პოლიტპატიმრებს არ გაგვაკარეს, იმიტომ რომ ეგრევე დაინახეს თუ არა ქართულმა ოცნებამ, რომ ესენი გიჟები იყვნენ, იმას ნაციონალურ მოძრაობას ებრძოდნენ. გიჟები მაშინ როცა ესე იგი ეთყობა ესენი ვერ არიან, გიჟები არიან რა. ამიტომ გადაგვიკეტეს მარტო სამსახურები კი არა. ბიზნესიც არსად არ გაგვაკარეს, შენ კარგად იცი ეგ თემა და ჩვენ შევხვდით ამას, დავეტაკით ამ თემას რა. არც ძველი რა თუ რამე ქონდა წართმეული, არც ის არ დაგვიბრუნეს, ხო? დღემდე მიდის იმაზე ლაპარაკი, რომ იქნებ ბიჭო, აი ეს ჩვენ რო წამართვა ვიღაცა, ნაძირალა ვირთხამ, აი ეს მანქანა. აი აგერ დადის ეს მანქანა, დამიბრუნეთ ეს მანქანა, 14 წელი გავიდა, ხო? 14 წელი გავიდა. ეხლა დღეს იმაზე ლაპარაკი, რომ აი იცი, აი ხლა
დავიბარებთ და გავაიაფებთ და ამ დროს უცებ აყაყანდნენ ისინი, რა ვქნა, აკაცუკები. ეს არის ხმაშეწყობილი ყაყანი. ერთსაც როგორ ჯერ დღეს მე-14 წელს კიდევ ვიღაცა აკაცუკებს რო ალაპარაკებ, აკაცუკებს, რომლებსაც რომ შეხედავ, თვითონ ხო დადეს $200,000 მანქანით. ვიღაცა აკაცუკი. და მაგისი საყვარელიც კიდე სადღაცას რკინიგზაში ან სადღაცას იმაში მარეგულირებელში მუშაობს და ისიც $200,000 მანქანი და კიდე აქეთ რაღაცას გამოდის და ტელევიზორში თურმე ჩემზე ზრუნავს ისა ვიღაცა ვირთხა რა. აი ეგ ბოგანო, გამდიდრებული ბოგანო ვიღაცა რა. არ ცხენიათ, გაიგე უკვე. ეთაყვებით რომ რაღაც საკანონმდებლო დრო უნდა მოექცეს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ შეიქმნა კომისიამ მას შეისწავლა ეს ყველაფერი, მაგრამ ეხლა უკვე თითქმის თითქმის რაც ეს პროცესი დაიწყო და ხელისუფლება და პრემიერმა გააკეთა განცხადება და ეტაპობრივად ნაბიჯები წყვიან ამ კომისიას, მაგრამ ამ ერთ თვითმფრინავობაში ეხლა მე პედაგოგები იმის ნაცვლად რომ ესენი რაღაცნაირად პროცესი შეჩერებული იყო მე მხედველობაში შემოყვანილ კომპანიები პირიქით ფასები გაზარდეს ფასები ხვერცხი როგორ და ბატონო ტრესთან ბატონო ტრესთან ახლა რა შენთან მოდიო ერთთვის მაცალე რა ეხლა ნახეთ აღმოჩნდა რომ დისტრიბუციის ასოციაციის თავმჯდომარე ვინც არის საქართველოში ეს ყოფილა ოპოზიციონერი აკაცუკი გაქანებული. ოპოზიციონერია დივერსანტი, აკაცუკი რა. ვიღაცა სექტანტი. და მიტინგების გამოდიდა სიტყვით, გაიგე? და მოკლედ ააგორეს ეხლა ეს შეხმატკივრულად ბატონო ზაზა ყველა მეტად ეხლა ეს ოპოზიციური ეგრეთ წოდებული მე ოპოზიციას კიდევ არ ვძახი ამას. არ არის ეს ოპოზიცია. მოდი შევთავაზოთ ამას. ესეთი ოპოზიცია არის. ეს არის აგენტურული ქსელი, რომელიც ფინანსდება დასავლეთიდან, დისტეიტიდან და ანგრევს ამ ქვეყნის უსაფრთხოებას და ანგრევს ამ ქვეყნის პოლიტიკას და ეკონომიკას. ეხლა გამოდიან და შეხმატკივრულად ხვერია, რომ თურმე ეს არ შეიძლება ხელისუფლებამ რომ ეს ნაბიჯები განადასოს. ხომ არ არის ეს დაუშვათ ეს პროცესი, რომელიც პროცესის დაიწყო ხელისუფლება, ამათი ასე აყვირება, ხომ არ არის ეს ის რომ თანხები, რომელიც თანხებიც დაუშვათ იქ ხდებოდა და მათ ხილეხების ჯიბიდან ამოღებული თანხები, ხალხის ჯიბიდან ამოღებული თანხები. ხო, ხალხის ჯიბიდან ამოღებული თანხები ხომ არ მიდიოდა მათ საერთო იმაში ულაბაში და ამავდროულად ხომ არ არის ეს მათი მხრიდან ჩადენილი დაამშაული საქართველოს წინააღმდეგ როგორც საბოტაჟი. ბატონო ტრესთან, როგორც კი დაიწყო პირველად საუბარი იმაზე, რომ ფასები უნდა შემცირებულიყო, უცებ გაიზარდა ფასები რამოდენიმე დღეში. ყველა ყველაფერზე გაიზარდა ფასები. აქ ფასების გაზრდასთან და რაღაცებზე პატარა დეფიციტები შეიქმნა. არ იყო მაღაზიებში რაღაც პროდუქტი, რაღაცა დეფიციტი შექმნეს. მე ალბათ მოილაპარაკეს, ეხლა იმ დღეს აცხადებენ, რომ ფერმერთა ასოციაცია კვერცხი ხო 5 თეთრი ღირდა კვერცხი, უცებ გახდა 6 თეთრი და ეხლა შევამცირებთ. 6 ლარი ღირდა, 5 ლარი და 5 თეთრი ღირდა კვერცხი. 6 ლარი და 5 ლარი. 6 ლარი და 5 თეთრი თუ 20 კაპიკი თუ 20 თეთრია თუ რაც ქვია, ის არის. ეხლა შეამცირებინებენ და შეუთვალეს პრემიერ-მინისტრის ასოციაციამ გამოაქვეყნა, ჩვენ შევამცირებთ ფასებსო. რა შეამცირებ? პური დაჭრილი პური რა და 90 აი იფქლის და იმე მა ეგრევე იფქლი პირველი იფქლი მეორე რაც არის ეს არის ეს ის ხალხია რომელიც დაიწყეს შემოტანა პროდუქციის შევანადის დროიდან გაგრძელდა მიშას დროს დაემატა მიშას დროინდელი ხალხი ახლა აქ ჩაჯდნენ მე ვინც იყვენ ოცნებაში გადმოსული ნაცებიდან ოცნებაში ხალხი ისინი ჩაუვიდნენ ახლა ამ წილში და ეს ფასები არაფრით არ შემცირდება არაფერი დიდი არ დაეთყობა ამას უნდა პირდაპირ უნდა უთხრა იქ ბიჭო ყველაფერი ჩანს შემოდის რა იმაში რა ინვოიში წერია რა ფასია აქ შემოაქვს ამას შემომტანს ესადებს თავის 30% თუ 40% შემოტანილი საქონლის დისტრიბუცია ადრებს 40% თუ 50% შემოტანილი საქონლის დისტრიბუცია რომ დაარიგოს მაღაზიათა ქსელში და სავაჭრო ქსელებში ერთი 40%-ს კიდე და 50%-მდე მაღაზია ადრებს ნაცენკას ზემოდან კიდე და რა უნდა იყოს რა უნდა დააკლდეს როგორ უნდა იყოს ესენი არ მუშაობენ 10-15%-იან მარჟაზე მოგების ესენი მუშაობენ სხვილ პროცენტებზე
ეს ხო აქ ხო ტრადიცია ჩამოყალიბდა აქ ესე დიდი მსხვილი და თან დივერსია ეს საბოტაჟი არაფერი არ გამოვა პრემიერს და გამოვა რომ პრემიერი და პარლამენტი რომელიც აკეთებს ამას ეს ტყუილია აქ სხვანაირად უნდა გაკეთდეს აქ კაცრი კანონმდებლობაში უნდა მიიღონ უნდა სოხს შეიძლება აი იცი რა არ მომწონს კიდე ბატონ ტრისტა კანონმდებლობა მისაღებისა მე არ მომწონს ეს თავისუფალ ბიზნესში არ უნდა ჩაერო აბა რის სახელმწიფო ვარ თუ არც ბიზნესში ერევი არც ქვეყნის არაფრის კონტროლი თუ არ იქნა როგორ აბა როგორ შეიძლება საქართველოში წყალი დღეს ლარნახევარ და 2 ლარი ღირდეს წყალს მიაქვს ჩვენი ქვეყანა ესე შეიქმნა იყო ესეთი წყლის ასოციაცია შეიქმნა ბატონო რამას კარგად გემახსოვრებათ ცხონებული თვალჭელიძე იყო მაგის ყველაფერი და როგორ იყო არა პატა იყო თვალჭელიძე დაიღუპა პატა თვალჭელიძე კი არა სხვაგვარი იყო პატა რაღაც ხო იყო ეს წყლის ის რო იყო და ქართველებს საქართველოში უნდა ყოფილიყო რაღაცა თელი ისენი პენსიები და დაემატებოდათ ეს ყველაფერი და რა მოხდა შეიქმნა კომისია არაფერი იკრიბებოდნენ მოდიოდნენ მეტი არაფერი გაკეთებულა იყო უდიდესი რაღაცა საქმე ეს ეს არის კარგი ახლა თქვენ კომისია თქვენ ამბობთ რომ ეს არაფერი არ არის აბსოლუტურად მარტო საუბარია და წყლის ნაბო არისო და არაფერი ფასების იქნება ისეთი მნიშვნელოვანი არ წავალ გეთახმებით იმაში რომ აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე გადასცეს ეს ყველაფერი და შეიქმნას ეს ანტიმონოპოლო მე მგონი ანტიმონოპოლო სასახური გააუქმეს არა სხვა კონკურენციის სააგენტო დაარქვეს და არაფრის გამკეთებელი რაღაცა ხო მექანიზმი შემუშავდა კონკურენციის სააგენტო ქვია რაღაცა მექანიზმი შეიქმნას და შემუშავდეს იმასთან დაკავშირებით რომ გააკონტროლოს ეს ფასები ახლა მე დავდივარ და მოგზაურობ კაცო ყველა ფერმებში რა იგერებ და დავდივარ და ნახულობ მაგრამ შედარებას სპეციალურად გაკეთებ შედარებას საქართველოს მომედივარ ნახულობ აკაური პროგრამას სოციალისტ ფასებთან მე რო ჩავდივარ გინა ევროპაში გინა იმაში ხელფასებიც უნდა შეადარა ესე იგი გაოთხმაგებულია აკაური ფასები იმასთან დაკავშირებით თუ ვედეს იქ მაღალი ხელფასები არის ხო გაოთხმაგებულია ანუ მარტო საქართველოს არის ამ მდგომარეობაში და რით ვეღარ ეშვენ ამას ყველაფერს მე გეტყვი ხა რა ხდება რა ჩვენ ციხიდან გამოვედით 2013 წელს 2014 წლიდან მოყოლებული რაღაცა საკითხი გვაქვს ჩვენ ვიღაცებს რაღაცა და წერილებს წერ პრემიერ-მინისტრს რა ამდენი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა ყველას წერილს წერ და კაცი შვილი იქამდე არ მიდის პასუხსაც არ მცემ ეხა გეტყვი რა ხდება პირდაპირ ნუ ჩანს რა რომ არის საბოტაჟის რეჟიმში მთელი ანუ ხელისუფლება საბოტაჟი რა თქმა უნდა უყურე ეხა რა ხდება რა ხელისუფლება გამოიცვალა და იქ ვიღაცები ზედა ეშელონებში გამოცვალეს აქ ხო დარჩა ეს შუარგოლი ვიღაცები ხო დარჩა აი ეს შუარგოლი ვინც იყო და ეს წითელი მაიკაზე არც გაუხდიათ ცისფერი გადაიცვეს LGBT აქტივისტების სასწაული რა აი მაგ რგოლი რაც არ უნდა გინდოდეს კედელია იქამდე ვერ მიხვალ იმიტომ რომ მარტო წერილზე კი არა როგორც კი ვიღაცა მოდის და ამირჩიე და ხვალე შენ კარგად იქნებიო რო გეუბნება როგორც კი აირჩევ დილას რომ მიყავ დღეს ხო აირჩი დილას ხო მიხვალ კარებში ხდება ისა რა ქვია დაცვა და გეუბნება აი ხა თუ რამე გინდა წერილი დაწერე აი გეიქ და ერთ თვეში პასუხი მოგივა მესიჯად აი გე და ის წერილი იქამდე არასოდეს არ მივა იმიტომ რომ უნდა მივიდეს რაღაცა სადღაცას უნდა გაიაროს ის კორიდორები კაბინეტები სადაც თვითონ ზიანესენ აი ვინც იჯდება ეს გეუბნები სახელმწიფო სტრუქტურას გეუბნები ბიზნეს სტრუქტურაზე ლაპარაკიც არა მაქვს იმიტომ რომ ბიზნეს სტრუქტურა დღეს ბიზნესმენი საქართველოში არ არსებობს არავინ არ არის ბიზნესმენი არიან ძარცველები ჩვეულებრივი ძარცველები რომ გძარცვავს მოსახლეობას სახელმწიფო ხო ცალკე გძარცვავს როცა იმაზე რა ქვია მანქანის გაჩერებაზე ვიღაცა ებრაელები რო იყვნენ რაღაცა 10 ლარიან ჯარიმებს რო წერდნენ ხო სიტი პარკი 10 ლარიან ჯარიმებს წერდნენ ეხლა შემთხვევით რომ არასწორად გააჩერო ჩათვალე 50 ლარიანი მინიმუმი გააქვს მაგრამ რო გააჩერო კიდევაც რაღაცა იმას წამზონს გირთავს და 50 ლარი ისეც უნდა გადაიღო ანუ ამ ქალაქში როცა მილიონი მანქანა
არის 50000 ისა, რა ქვია, სადგომი. ეს მარტო ისე მანქანასთან დაკავშირებით ვიძახით, თორე შიმშილზე რაც შიმშილს შეეხება, როგორ შეიძლება ქვეყანაში შენ სახელმწიფო ხარ და ბენდუქიძის რაღაცა თავისუფალი ეკონომიკით მართო ბიზნესი. ქვეყანაში, კაცო, რას ლაპარაკობ? მე შენ ვიცი რატო აგირჩიე? რომ მე და ჩემი შვილი, აგერ ჩემი მშიერი მეზობელი, რომ კარგად ვიყოთ. იმიტომ კი არა რომ შენ იყო კარგად და 15000 ლარი ქონდეს ხელფასი. იმიტომ აგირჩიე რომ ჩვენ ვიყოთ კარგად, ჩვენ. და იმიტომ კი არა რომ იქ ვიღაცა ბანკმა რომ 40%-იანი სესხი მომცეს წლიური და იმა რა ქვია ვიღაცა გაზულუქებული ბოგანო მათხოვარი ფული რო იშოვა წამლების გაყიდვაში ყველაზე ნაძირალა ვირთხა ის იყოს კარგად გაიგე რომ იმა ვიღაცა მეაფთიაქეებმა უკვე იცი როგორ ამხელა ფულები აქვს ნაშოვნი რომ რა მილიარდებზე აღარ არის რამოდენიმე მილიარდზე აქვს ლაპარაკი და არც მალავენ მაგას ხო ეხა უყურე შენ თუ გააკეთე სახელმწიფო ხო ხარ მე უნდა მომხედო ბიზნესმენს და ბიზნეს კი არ უნდა მიხედო ბანკებსაც უნდა დაუწესო რეგულაციები აფთიაქსაც უნდა დაუწესო რეგულაციები ყველაფერზე კლინიკასაც უნდა დაუწესო რეგულაცია რომ მე რო არა მაქვს ისა ფული და მივალ რა გავხდი და უნდა მივიდე ჯერ უნდა გადავიხადო რაღაცა ფოკუსები მიდის მე რო ექიმთან მივდივარ ჩემს და პაციენტს და ექიმს შორის დგას სადაზღვევო კომპანია რაღაცა ვიღაცას გასიებული ვიღაცა როცა ელაპარაკო ექიმს ფული უნდა გადაიხადო 80 ლარი იმისი ვიზიტი იმისი მეპატრონე რა ქვია კლინიკის მეპატრონე რომელიც სულ ძარცვა ყველა ძარცვავს სახელმწიფოს ხო ძარცვავს მე რომ მიმიღოს გაიგე მე ხო ჯიბიდანაც ვიხდი იმფულს მეც მძარცვავს მე წამალს რო გამომიწეს იქ ხო ცალკე მძარცვავს გაიგე დადიან ესე გამაძღარი გავძეხი სახეებით კბილების ჩიჩქნით გაიგე ვიღაცა ბოგანო მართლა გამდიდრებული ბოგანო ვიგინდარები გაიგე და დღეს უცებ მოტრიალდნენ რა გინდაო თავის ბიზნესი თავისუფალი უნდა რა ბიზნესი ბიჭო კარგი ბატონო რა ბიზნესი მძარცვა ეხლა მე მინდა არა ერთ ამას დავამატებ რა მე იმდამე ბატონო არა მე ამ საქმეზე მინდა დავამატებ მომსახურების სფერო რამხელაზე გაიზარდა აიგე მომისმენი ახლა ავტოტექნოსზე 90 ლარი გახადეს გასაგებია ყველაფერი ეს ვიცით ამას ჩვენ ყველაფერს ვხედავთ ეხლა მე ისე უბრალოდ ჯარიმები და იმითი გაერთო ქვეყანა ამ იმას რა ინიციატივას ხელისუფლების ინიციატივას და რომელიც უკვე აქტიურდა ქვეყანაში რომ კი ბატონო ვესმის ვიცით რომ ფასები არის კატასტროფულად გაზრდილი და უნდა დაასწინო ფასები მაგრამ დღეს ჯერჯერობით რაღაც არ უჩანს ამას პირი მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა გაკეთდეს ეს ხო ეს ხომ არ არის წინასწარ ატეხილი რა აი პიარის მისი თუ არ არის გაკეთებული და ხომ არ არის მოსალოდნელი არჩევნები ხარ ეზოდებიან ესენი ახლა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებში რა თქმა ბატონ დრესტა მე ეს უყურებ ამ საკითხს ქვეყანაში ეს რთული სიტუაციაა აუცილებლად უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. მაგრამ არა, და ეს პიარი მე ვფიქრობ რომ პიარიც არის ეს ვადამდელი არჩევნებისათვის და ვადამდელი არჩევნებამდე ნელა ჩამოაკლებენ ამ ფასებს. ხო იყო მომატებულიო გეტყვის კაცო, ერთი თვის უკან ხო მომატეს და ორი კვირის უკან დაუშვათ გახთა პური 2 ლარი. დღეს ხო აღარ არის 2 ლარი, ღირს ლარი და 30. ხო ჩამოვაკლო 70 თეთრ. ანუ ესე იგი ხელოვნურად გაზარდეს ფასები იმისათვის რომ აი ახლა ამ კომისიამ დასწიოს და დაიყვანოს ისევე იმ დონეზე ფასები და ამით გაიგეთონ პიარი? არა, პიარიც გაიგეთონ, მოსახლეობას უთხრან ჩვენ ეროვნული მთავრობა ვართ, ზრუნავთ მოსახლეობაზე, თუ ზრუნავთ შემოკარგებო. გეუბნები ხელისუფლება. უნდა გამოავლინოთ ის ხალხი და წარუდგინოთ ხალხს, ვინ აკეთებდა ამას, ვის შემოაქვს, ვის რა შემომტანია, რამდენი შემომტანია, რა შემოაქვს. და როგორ ნაწილდება ეს სადისტრიბუციო კომპანია, რომელი რატო უნდა იყოს ერთი სადისტრიბუციო კომპანია, განაგებდეს მთელ საქართველოში ყველაფერს. ამ მაღაზიათა ქსელები რომ მრავლდება, კალიები ვით მრავლდება, ეს მაღაზიათა ქსელები.
ერთი რა მოგება შედის სამ სახელმწიფოში ვერ გავიგე. იმ ხელა მომსახურე პერსონალია. დაყიდი არა, იჯარით აქვს დაღებული ისინი. ფართები და ისინი. ხო, მე მძარცვავს და იმითი შეუძლია მოსახლეობა იძარცვება და ყველა დანარჩენი კარგად არის. ამ მოსახლეობას ვეღარ არ ტყუდება. უბრალოდ კიდე ჩერდება ქართველი ადამიანი და საქართველოს მოსახლეობა ამ ყველაფერზე რა. ბოლო-ბოლო ამოუვა ხელში და იტყვის აღარ გვინდა არც ერთი, არც მეორე, არც მესამეო რა. ბატონო რამაზ, თქვენ რას გეტყვით, ხომ არა ეს მოსალოდნელი ხوارგეთებს ამ ადამიანის საპარლამენტო არჩევნებში? მე ზოგადად ესე უყურებ ამ თემას, რომ თუ შენ გინდა სახელმწიფო როდესაც ხარ და ხელისუფლება ამ საკითხის დარეგულირება და მოგვარება საკანონმდებლო ბაზა უნდა გაამზადო და დაიჭირო ესენი, საერთოდ უნდა დაიჭირო. ესენი დასაჭერები არიან. იმიტომ რომ შენ მოსახლეობას საბოტაჟს კი არ უწყობენ, მარტო პირდაპირ ძარცვავენ. ამიტომ საკანონმდებლო ბაზა უნდა გაამზადო ამისთვის და დაიჭირო ესენი. პირველ რიგში, მეორეც, ეხლა ეს რაღაცა ტილაობა რომ ვიღაცა მოიყვანო და შენ 5 თეთრი უნდა დააკლო და შენ ისა ლარი ეს იმას ნიშნავს, რომ PR-ს იკეთებ. მეტი არაფერს არ ნიშნავს რა. მით უმეტეს, როდესაც პური ღირდა 50 თეთრი ციხიდან რო გამოვედი 14 წლის. და დღეს არის 2 ლარი. ნუ ანუ ზოგი პური 2 და 3 ლარამდე და 3 მეტრი. მაგას ვიძახი ხა მე და ეს თან როგორ არის იცი? პირდაპირ მონოპოლიზებულია რა. შემოაქვს ვიღაცას ეს ხორბალი, ვიღაცას მაკარონი, ყიდიან მონოპოლია აქვს მაღაზიებზე, აბა სადმე გინახია ეს უბნის მაღაზიები რო იყო ადრე, სადღა არის? всё, შეჭამეს ეს უბნის მაღაზიები, იმიტომ რომ დიდმა სუპერმარკეტებმა და სულ ერთი მეორეს გვერდზე არის აფთიაქი, სუპერმარკეტი და ბანკი. всё, მეტი არაფერი არ არის ამ ქვეყანაში. აფთიაქი, სუპერმარკეტი, ბანკი, კლინიკა. всё, მეტი არაფერი რა. იმ ცენტრები, სისხლის ჩაბარების, რაღაცის ანალიზების ისინი არიან კიდე, კი, კაცო, ვიღაცები დადიან, დარბიან ნარკოტიკების გამსაღებლები, რა ქვია, პატარა ბავშვები, ამ უმუშევრები არიან, რა უნდა გააკეთო 500 ლარად. ეს ძაღლიშვილი ვიღაცა მიიყვანს ამ ჩვენ შვილებს და არა, ჩვენ შვილებს მიიყვანს და მთელი თვეს ეძინებათ ამ სუპერმარკეტებში, ხო უყურებ იმ ბავშვებს რა, რომ მუშაობენ. ეძინებათ უკვე იმ ვირებივით ამუშავებენ და 500 ლარს და 600 ლარს უხდის ხელფას და ამ დროს ვიღაცა გამოჩნდება ნაძირალა ვირთხა, რომელიც მისცემს 500 ლარს ერთ დღეში, რომ წაიღებ აი ამ რაღაცას და იქ დადებ რა. და ეხლა ვერ გავიგე, გიჟი ხო არ არის, ძინავს რა, უკვე დაიღა გადაღლილი, გადაკანცული. აი უყურე, ძალიან მარტივია რა. არავის არ არის დღეს, მე ვიძახი იმ გაზულუქებულ ტიპებზე არ ვიძახი, ხა მე დავდივარ ხოლმე სადღაცას კრაკლებში, საგურამოში, სადღაცას მივდი ხო, ყველას გვიწევს რა სიარული, ხო? რო გაივლი და რო დაინახავ მინიმუმი 2 მილიონიანს, 5 მილიონიანს სახს, ხო? კიდე სულ ვიმეორებ მაგას. არაფერი გამოძიება არ უნდა, ვინ გვიწევს, ვინ გძარცვავს და ვინ აკეთებს საბოტაჟს რა. დაუძახე და კითხე, ვინ ახარ შენ რა? და всё გასაგებია უკვე რა. იქვე გავარკვევ, ვინ გვიკეთებს საბოტაჟს. ხელისუფლებაში ვინ ახავს ამას? გაიგე? ვისგან აქ დაკრიშული, ასე ვთქვათ რა. და ვინ აკეთებს ამ ყველაფერს? 5 მილიონი ეხლა როგორ უნდა იშოვო ამ ქვეყანაში გამაგებინე. აი მარტივად მე გეუბნები ჩვეულებრივ მოსახლეზე ვიძახი რა, აი რომ მუშაობს სამ სამსახურში რომ გაიტანოს თავი. სამ სამსახურში, ერთი არ ყოფნის რა. სამ სამსახურში არის დასაქმებული. ეხლა აიგზალა კიდე კანონით 3 და 4 მე სახელმწიფოზე არ გეუბნებს. აი ჩვეულებრივ სამსახურებში მუშაობს სამ სამსახურში რა. ცოლი ცალკე მუშაობს. შვილები ცალკე მუშაობენ და თვიდან თვემდე ბანკის ვალს ვერ იხდიან და იმას რა ქვია, დასვენებაზე ლაპარაკი არ არის. სახლში მოდიან გადაკანცულ გადამკვდარები, რომ ერთი სული აქვს, რომ დაწვეს, დაეძინოს ცოტა რომ რაღა დასვენებაზე ხო ლაპარაკი არის. ხო ფაქტია, რომ ვიღაცა გძარცვავს რა. ხო ფაქტია, აბა რა ვიცი, ესეთი ხელფასი როგორ უნდა იყოს, სამ სამსახურში ვიმუშაო და კიდე იმას რა ქვია, ვალი მქონდეს ბანკის. ესე იგი გძარცვავს ხო ვიღაცა. ხო ცოტა ხანი უნდა გაჩერდე და დაფიქსდე, ხო რომ რატო არის ეს, რატო ხდება რა? მე ვერ ვაკეთებ რამეს თუ რაღაცა ხდება ის. ბიჭო, სახელმწიფო მარტივია, იცი? უნდა მიხვიდე და გაარკვიო
ვინ არის შენზე წარმატებული რა, აი ეს 5 მილიონიანი სახლი როა. დაუძახე და კითხე, ვინ ახარ თქო. ჩემზე მაგარი განათლება გაქვს, ჩემზე მშრომელი ხარ, ჩემ ოჯახზე მშრომელი ხარ. თუ ვინ ახარ, ჩემზე ჭკვიანი ხარ ესე იგი, ხო? 8-ჯერ 7 რამდენია? კითხე, კწანისის ბრძოლა როდის იყო? და всё დაამთავრე იქვე ლაპარაკი რა. დაამთავრე. ეს არის კომპლექსურად მისახედი თემა. და არა ეს რასაც ხდება, ხელისუფლება აკეთებს პიარს, ემზადება, იმიტომ რომ სახელმწიფო ვერ დაალაგდა ვერავისთან, ვერც დასავლეთთან, ვერც აღმოსავლეთთან და ვერც ჩრდილოეთთან. ამიტომ უნდა გააკეთოს ახალი არჩევნები ჩაატაროს, რომ ყველას დაანახოს, რომ აქ სიტუაციას მე ვფლობ, საჭე მე მიჭირავს და უნდა დამელაპარაკო მე, გინდა თუ არ გინდა. აი მაქეთკენ მიდის ყველაფერი. იმიტომ რომ ამ საზოგადოებას უკვე აღარ ელაპარაკებიან. ის არ არის, არავინ არ მითხრას რა ქვია, ჩვენ პრეზიდენტს ვიღაცამ ხელი ჩამოართვა და როგორ ახარ ძმაო უთხრა რა. მე ეგ არ მაინტერესებს, იქ ოჯახში როგორ ახარ და ის რაღაცა პირზე კოცნა. მე მაინტერესებს, ჩემთვის თავარია საქმეზე რა გადაწყვიტეს, საქმეზე. ამერიკელებმა, რუსებმა. ყველა ხა ჩtildeოეთი ახსენეთ. ამიტომ რაღაც თქო დამოწიეთ ეს თემა და მე მოკლედ ესე იგი ყველაფერი სასწაულში ჩვენ უნდა გავყოთ თავი რა. კიდევ თუ არ გინდა ასეც არის. ჩვენ ახლა ძალიან სერიოზულ სკანდალში ვართ ხოლმე ბატონო ზაზა. ნახეთ ახლა იმის დათვალ რომ რაღაცა სიტუაციები განდებოდეს ხო საქართველოში და რაღაცეა ჩვენ ამ ჩtildeოელ მეზობლებს დავიწყოთ დიალოგი და დიალოგის საფუძველზე ჩვენ დავიწყოთ საქართველოს ტერიტორიაზე ამის აღდგენა. თემა ყველაფერი აი სულ მთლიანად შემოგვიგნებით ეხლა. უკრაინის ელჩი კი არ უნდა დაენის მიეღოთ ამას და ის წუნების სიგელგია უნდა მიიღოთ. უკრაინის ელჩიძა რომელიც ახლა ზელენსკიმ გამოუშვა საქართველოში, წიხლი უნდა ამოეჭოთ და გაებდოთ უკან. კიდევ ახალი პროვოკაცია და კიდევ ახალი ესე იგი შარში უკრაინელებმა გაგვაყოფილეს თავი. უკრაინაში მომზადდა ტერაქტი ეხლა, რომელსაც ხელმძღვანელობდა თვითონ თავად ზელენსკი და უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი ახალგაზრდული რუსეთში გააგზავნეს ტერორისტი, კულელი და ლიკვიდავს საჯერესოა რა. ესე იგი, ეს თავარი სამხედრო სადაზვერო სამმართველოს უფროსის მოადგილე გენერალ ლეიტენანტს. პირდაპირ ბინასთან კორპუსთან ესურა და მოკლა კაცი, მაგრამ გადარჩა. აი ეს პიროვნება აღმოჩნდა საქართველოს შესული, ბიჭო. ხო, ნუ. ეს გამწედეს იმობას საქართველოს შესული ადამიანი. ლელი, ტერორისტი. მე წარმოვიდგინეთ, ეს რამხელა შარში ვარ გახვეული რა. კიდევ და კიდევ საქართველო და ამ შემთხვევაში ამერიკა გითხართ ახლა გადაუზაზა. რა რეაქცია ხდება რუსეთს და ვარტო რა, ესე იგი იმის ბოლოდში რომ ჩვენ კიდევ უფრო დავზაბავთ რუსეთთან სიტუაციას. მართლაც ბატონო ტრისთან, ეს არ არის კარგი საქართველოსთვის, ჩვენი სახელმწიფოებრივებისთვის. აქ შეიძლება რუსეთმა ისეთი რამე მოგვიწყოს, რომ კიდე დავკარგოთ რაღაც ტერიტორიები ჩვენ საქართველოში რა. თუ ესე დაიძაბა სიტუაცია. აქედან როგორ შეიძლება შესულიყო ვიღაცა უკრაინელი ტერორისტი მოსაწყობად იქ ტერორისტული აქტის აღიარა ჩვენება მიცაუგია მას. ხომ ისა ვიცი და იმიტომ ვიძახი და უკრაინის ელჩი საერთოდ ჩვენი ელჩი გამოუშვეს და ჩვენ რატო ვიღებთ მაგ ელჩს უკრაინის ელჩს? რა ესაქმება უკრაინის ელჩს საქართველოში? რა დაინახა უკრაინამ ჩვენი და რა სიტყვებით გვამკობდა? არა, ხელისუფლებისაც მიგვიძა გამკვირვებია რა. ეს საგარეო საქმეთა სამინისტრო არაფრის გამკეთებელი არ არის ამ ქვეყანაში რა. ტყუილა არის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მინისტრი ქალბატონი პირდაპირ ვიძახი მე ახლა ამას რა. არაფერს სულ იმ ერთი რამე აკერია ჩვენ მივდივართ ევროპაში ჩვენ მივდივართ. დასაკარგო სად მიდიხარ ვინ გიღებს ანიკ ან რა გინდა იქ? ვისთან მიდიხარ? რა ღირებულებებია იქ? არაფერი ღირებულებები არა, დაცლილია ევროპა ღირებულებებისაგან. სად მიდიხარ? ჩვენი იმითი შევალ, ჩვენი წესჩვეულებით. თავის წესჩვეულება უარყვეს, რაც ჰქონდათ ისტორიულად და შენ წესჩვეულებას მიიღებ, ეგაცო. გამაგიჟებენ რა, ვერ გავი, სულ იქ მიდიან რა. ხო, ბატონო ისა, ბატონო რამოს, ნახეთ ახლა ჯერ იყო და მოკლედ ასაფეთქებელი საშუალებები შემოიტანეს საქართველოში და ყირიმის ხიდი ააფეთქეს საქართველოს გავლით, ნახეთ. რამდენი რაღაცები ხდება.
ხო მე იყო და მოკლედ ესე იგი აქ გააკეთებიათ პროვოკატიული განცხადებები რომ აი აქედან მოკლედ უკრაინაში უნდა გაიგზავნოს ჩარტენული რეისებით მებრძოლები და უნდა დაუჭირონ მხარი ამ უკრაინელ მებრძოლებს და უკრაინაში უნდა იომონ და მოკლედ სანამ არ ჩაიყვანეს და ჩარეკეს აქ ჩვენი ქართველი ახალგაზრდები და არ ჩახოცეს იქ 130-მდე კაცია მდგარი კაცი ხარ 130-მდე კაცი არის მდგარი უკრაინაში აქედან ჩასულები საქართველოსთან ჩასულები ხო არამე არ მოეცემს ხო შემდეგ იყო და კიდევ მეორე ცელობა იყო და აქედან ტერორისტის გაგზავნა უკრაინაში ეხლა არის და კიდევ აგერ აი გუში ამოტიტვიდა და გუში უკვე და რო დააპატიმეს ეს პიროვნება ვისა ჩვენება და საქართველოს შევიდა რუსეთის ტერიტორიაზე და ჩვენი ცხოვრობდა იქ და ის ვით სანამ არ მოიყვანა სისრულეში ის მოამზადა რა მოამზადა ყველაფერი ხუმა აი მას სამჯერ ესწორა და გადარჩა გენერალ-ლეიტენანტი გადარჩა ეს რომელიც შეიძლება ნახეთ ახლა ხდება რომელიც ჩართული იყო ამ პროცესებში ახლა ცესლის შეწყვეტის პროცესებში იყო ჩართული და გარკვეულ შეხვედრებს ეს ამზადებდა და ეგ ეს გენერალ-ლეიტენანტი ხო ანუ რა არის ესე ანუ ზელენსკის ომის დამთავრება კი არ სურს ზელენსკის ომის გაგრძელება ხარსუჭის ჩალენჯს ცდილობს უკრაინაში და ამავდროულად სხვა კერების შექმნას, ხო? საქართველოს დაუშვათ. ბიჭო, შეხედა ახლა ერთხელ გააკეთა, მეორე გააკეთა. მერე კიდევ კურსკის ოპერაციაში იქ ქართულმა ქვეყანამ მიიღეს მონაწილეობა და ქართული დროშა ააფრიალეს რუსეთის ტერიტორიაზე. პროვოკაცია ჩვეულებრივი. ბიჭო, არა, გამიდა ბიჭო. ერთხელმა გამოყვედი და ხარ არ დაგმეს არაფერი ბიჭო. ხელისუფლება ხონდა თქვა რაღაც განცხადება. ხელისუფლება პირიქით იძახის უკრაინაზე. იცი რა არის? სანამ უნგრეთს ყავს ძალიან კაი პრეზიდენტი. პრემიერ-მინისტრი. პრემიერ-მინისტრი. პირდაპირ გამოვიდა ეხლა და თქვა, ჩვენი მტერი არის, უკრაინა არის ჩვენი მტერიო. პირდაპირ განაცხადა, გამოვიდა განაცხადა. ჩვენ დიდი ხნის წინ უნდა გვეთქვა, რომ ჩვენი სახელმწიფოს მტერი არის უკრაინა. დღევანდელი ხელისუფლება ხალხზე არ ვლაპარაკობ. დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც არის უკრაინაში, არის საქართველოს მტერი. მთელი საქართველოს მოსახლეობის, საქართველოს ეკლესიის, ყველაფრის ჩვენი მტერია. სანამ ესე კონკრეტულად არ გამიჯნავ, გაემიჯნები ამ პროცესებს, მანამდე არა, სულ ესეთ რაღაცა შარებში იქნებ, ჯერ ერთი. მეოცე ერთი გაისროლე გააგდეს რა ჯანდაბად კიდე ეს ელჩი, რას გიკეთებს, რომ ჩვენ არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს უკრაინასთან ისეთი, რომ რაღაცაზე ვილაპარაკოთ, ჯერ ერთი რა. ამ ხელისუფლების დანიშნული ელჩი შენ არაფერს კარგს არ მოგიტანს. კიდე ერთი შპიონი დაგისვეს აქ რა, ჩათვალე რა, რომელიც ხელმძღვანელებს აქაურ ამ ზაღლიშვილთა ვიღაცებს რა. თუ კიდევ ახალი პროვოკაციას მოგიწყობს აქ, ახალ პროვოკაციას. აუცილებლად მოგიწყობს. რას გააკეთებს აქ კიდე ღმერთმა უწყოს. თან უყურე, არავის არ აინტერესებს ეს. ჩვენ, მოდი, ესე შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ხელისუფლებაში 80% არის აგენტურა, შპიონები. მე გეუბნები აი ზედარგოლში რა, სადაც ზოგი არის მოსადიდან იღებს იმას, რა ქვია, ჯამაგირს, ასე ვთქვათ, პრივილეგიებს, რაღაცებს, ზოგი იღებს. ხო ხედავ, ვიღაცა განაწყენდება და ეგრევე ბრახ დაახოს და მიდის ამერიკაში. ზოგი თურქეთში გარბის. ან იმაში, რა ქვია, ევროპაში სადაც. რას ნიშნავს? ვერ გავიგე და გამიბრაზდი და წახვედი იქ. ანუ პირდაპირ ინგლისის დაზვერვა მუშაობს, მოსადი მუშაობს, ამერიკის დაზვერვა მუშაობს, ვისაც არ ეზარება, თურქეთის ხო მუშაობს და მუშაობს, სომხები მუშაობენ, აზერბაიჯანი მუშაობს. არაბების დაზვერვაც მუშაობს და ირანის დაზვერვა მუშაობს. გავერ გავიგე. ჩვენთან რამდენი კაცი იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს რა. იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს თუ იცავ და ჩემ ინტერესს, შენ ინტერესს, გლეხის ინტერესს თუ იცავ, აქამდე რუსეთის საზღვარი ღია უნდა იყოს და გლეხს რო კიტრი მოყავს, უნდა გაქონდეს მოსკოვში და ყიდდეს იქ, რომ ამოისურვოს. შენ ვერ უგვარებ აქ და ვიღაცა ზაღლიშვილს შემოაქ ისა თურქული კიტრი და შენ სუპერმარკეტში ყიდის 10 მაგ ფასად. მოწამლულ კითხს, გაიგე? მე მარტივ აი ძალიან ისე ყველაფერი მივაბი უბრალოდ რა. იმ ურთიერთობებს მინდა შევეხო რა. ეხლა ხო ფაქტი არის რომ
უკრაინა ჩართულია პირდაპირ საქართველოს წინააღმდეგ იმისათვის რომ კიდევ და კიდევ მეტად დაიძაბოს სიტუაცია. რა თქმა უნდა. კი ბატონო. აუცილებლად გაგხდება. საქართველოს ურთიერთობები, ხო? ეხლა ესენი რომ გაიძახიან, აი ჩვენი ბიჭები, ჩვენი გმირები ომობენ უკრაინაში და აი საქართველოს თავისუფლებისთვის და საქართველოს არაფერი საქართველოსთვის ისე აკეთება, პირიქით საქართველოს წინააღმდეგ ეკეთება. ჩვენ ვაგეზიანებთ ჩვენს მეზობელს, აი ეგრე რომელი მეზობელთან მოყვეს კარგი ურთიერთობები. ნახე რა ხდება ახლა. ამ უკრაინაში ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბრაზილიის დაქირავებულებზე მაქვს საუბარი რა. აი დაქირავებულებზე ყველა მხრიდან ნახე რა გასაკეთებია, რა ხდება. ეს არის ახლა ახალი ინფორმაცია არის რა. ყველა დაქირავებულს მუდმა უკან უნდა ზაგრან ატრიადი რა იგე. ხო, შერეკავენ და მიასა რუკაში, აი იგე. ამათ უყოლას და უკან დაიხევს, აგერ უკან ბენდერი უდგას ბანდერა. ბანდერას ისინი რაღაცა ჯარისკაცები, ეს ისინი რა ფაშისტები და ეგრევე უკან ბახ გააბორებენ. აი იგე. და მეტიც კიდევ აღარ გამოხატო ისა მიცვალებული და ის აღარ გამოხატო. ფულია გადასახდელი რა თქმა უნდა. პირდაპირ მარხავენ, აი იგე, სანგრებში პირდაპირ მარხავენ. სანგრებში კიდე პირდაპირ წვავენ. ხო, პირდაპირ მარხავენ და კონტეინერებია საწავი გაკეთებული სპეციალურად. უზო უკლოდ, აი იგე. ამას უკეთებენ დაქირავებულებს. ეხლა გავწევდა ინფორმაცია და მე რა ვიცი ახლა რამდენად ეს სწორი არის, არ ამგონია, იმიტომ რომ მე ვიცი რომ საქართველოსთან არის სადღაც 130 თუ რაღაცა ქვემოთ და ესა დამოპული გადაცული ქართველი მემობრები, დაქირავებულები და პოლონეთის და სააგენტო გააცოლა ინფორმაცია თვითონ 1500-მდე არის. ახლა სა მომისმინეთ და 5000-მდე ქართველი ომს უკრაინის ტერიტორიაზე. 5000-მდე და ეგ. ეხლა მე თუ ასეთი მდგომარეობა არისა, იქ ადგილზევე ხოცავენ და ადგილზევე მარხავენ, ხო? მე არ გამოვრიცხავ, მართლაც იყოს ასეთი რა ქვია, სტატისტიკა და რაოდენობა და ის რაც ახლა ოფიციალურად იპოვეს ის დაღუპულები და გადაცვლები, ისინი ჩამოასვენეს საქართველოში, ხო? ხომ უნდა გავიგოთ ის რომ აბსოლუტურად ყველა ჩასული და დაქირავებული რომელიც უკრაინაში ჩადის საომრად არის საზარბაზნე ხორცი და მეტი არაფერი, ხო? ამასთან დაკავშირებით ხო უნდა თქვით, აღიარეთ ეს რატო არ ამბობთ და რატომ არ იმაშвებით, რა ქვია, დღეს თქვი არ მეგალ თქვენი სიტყვები უკან, რასაც ჩვენ გეუბნებოდით, აი ბატონისას ჩვენ ვამბობდით თავის დროზე რომ ეს ომი არ არის ის ომი, რომელი ომშიც უნდა მიიღოს საქართველოს მოქალაქემ მონაწილეობა. და ახლა ნუ დააბრუნეთ პირველ საქართველოს საქმე კეთება, იქ არ კეთება საქართველოს საქმე. არაფერი. ყველა დაქირავებულებს დღეს აქვს ძალიან თუდად იქ საქმე. ყველა დაქირავებული. არავის არ გამოუშვება. მით უმეტეს კიდევ, როდესაც უკვე ფულის გადახდის დრო მოდის, აი მაშინ ხდება მათი ლიკვიდაციები. ბატონო ზაზა, აი თქვენ ძალიან თუდად რო დამჭა და თქვენ დამინა გამნევით და გითხრათ. აი ახლა ქართული დაქირავებულები, რომლებიც იქ იმყოფებიან და ალბათ მალე მოხდება ახლა ისიც რომ ცესლი შეწყდება. ცესლი შეწყდება. იმიტომ რომ ეხლა ზელენსკის ხუშტურებზე იქ არავინ არ არის. რა ეგ რომ ზელენსკის უნდა ომის გაგრძელება და კიდევ ბევრი ფული ისეოს და კიდევ უფრო მეტი რატო ევროკავშირი ხალხს უჭერს ეხლა? მაგენი არის უკვე ერთად მაგენი თუნდაც ერთად გააგზავნოს, რომ ჩაყოლეს უკრაინელები. ბოლო უკრაინელებმა უნდა იბრძოლონ თურმე. თუ რა არის თუ არა გამოვიდნენ და გამოეცალონ ის ქართული ბიჭები იქით და გადაერჩინონ თავი. უნდა აუცილებლად უნდა გამოვიდნენ ეს ბიჭები არიან მოტყუებულები. ყველა არის მოტყუებული, ყველა აყვა პროპაგანდას, ბატონო ტრისთან. ეს ბიჭები წავიდნენ საუმრად იმის გულისათვის, რომ ვითომ რუსეთი ოკუპანტია და იქ უკრაინაში თუ უკრაინა გაიმარჯვებდა, ჩვენც გაიმარჯვებდა საქართველო და ოკუპაცია და ცხინვალიდან აფხაზზე და რუსი ჯარს გაიყვანდა. ესე ტყუილია. ცხინვალიდან აფხაზზე და რუსი ჯარს გაიყვანს მაშინ, როცა ქართველი და რუსი დაჯდება სალაპარაკოდ. ამდენი წელია მოდის ეს საკითხი და ჯერ ვერ დაჯდნენ სალაპარაკოდ ბატონო ტრისთან რა. არა, არ დაჯდნენ. არ დაჯდნენ, ქართველები არ დაჯდნენ. რუსები მზად იყვნენ მაგასთან. რომ დაჯერ, როცა აქედან შენ ტერორისტებს უგზავნის ქვეყანას, აი ეგ. როცა აქედან ხელს უწყობ იმას, რომ უნდა გამოვიდნენ ის ბიჭები. ძალიან ბევრი დაძახება ქონდა ჩვენ, რომ დავждეთ ვისაუბროთ აფხაზეთის და სამაჩაბლოს საკითხზე. ძალიან ბევრი ამ 14 წლის განმავლობაში წელიწადში რამოდენიმეჯერ მაინც გვეწევდნენ რომ მოდით და ვილაპარაკოთ. 3-3-ზე ფორმატი იყო, ის ფორმატი იყო, ეს სადღაცას რომ ჩვენ გამოჩენილიყავით რომ რაღაცა ჩვენ საკითხზე გველაპარაკა. არსად არ მივედით, არსად.
ბატონო რამაზ, ჩვენი დრო ამოიწურა, ბატონოსაც და ჩვენი დრო ამოიწურა და ისე შემოგეხარჯა ეს დრო ამ საინტერესო საუბრებში, რომ ვერც კი გავიგეხარებ რა სიტყვა. მოკლედ ვიფასო ტელემაყურებელო და მე მინდა მიმართო საქართველოს მოსახლეობას, რომელიც კიდევ იმაზეზე არის, რომ უკრაინაში თურმე საქართველოს ბედი წდება, უკრაინაში არ წდება საქართველოს ბედი. საქართველოს ბედი წდება აქ. საქართველოს ბედი უნდა გადაწყვეტოს ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოსახლეობამ. ამიტომ საქართველოს მოსახლეობა ყველა ერთად უნდა დავირაზმოთ და ყოველთვის უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას ის, რაც გვეკუთვნის. ის არ უნდა უძახოთ, გადადეკიო და მე კიდევ სხვა ვიღაცა ჩავანათოთ და ვინც არის, იმას უნდა მოვთხოვოთ, რომ ეს საქმეები არის გასაკეთებელი. დროულად დაიწყონ დიალოგი რუსეთთან, იმიტომ რომ ჭირდება საქართველოს თუ დღეს დაიწყეთ მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა დაედაკოთ ამ მაფიას, რომელიც მაფიას დღეს ხელოვნებას იმას სურსათის პასებს, ესეც ბოლომდე უნდა მიიღონ და მოაქციეს საკანონმდებლო ბაზაში და ესე გააკეთეთ ეს ყველაფერი და ვაკეთოთ ხალხის საქმე და დავუდგეთ ხალხს გვერდში. დიდი მადლობა რომ იყვრეთ, კარგად დადებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. მადლობთ მოწვევისთვის.